სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. დღეს ჩვენ მოვისმინეთ სახარება ლუკა მახარებლის, სადაც მოთხრობილი იყო თუ როგორ გაანკურნა მაცხოვარმა ეშმაკეული. ეს ისტორია ბევრჯერ გვაქვს მოსმენილი, ხშირად არის საკვირაო ქადაგი სახარებებში და რაღაც მნიშვნელოვან შინაარს შეიცავს. ამიტომაც ის ხშირად მეორდება რა. და მისი შინაარსი შემდეგნაირად არის, რომ არის სოფელი, ქალაქი, გადარინელი, გადარა და ამის მოქალაქეები არიან, რომლებიც ცხოვრობენ მშვიდად წყნარად და ადიდებენ ღმერთს, ჩვეულებრივი ყოფა აქვთ იმდროინდელი, მაგრამ არის ერთი ეშმაკეული მათ შორის, რომელიც იმდენად იტანჯება თვითონ, რომ ტანჯავს ხვებსაც. ის არ ჯდება ჩვეულებრივი ცხოვრების წესში, დარბის შიშველი, ემოქრება ხალხს, არ არის ადეკვატური და გაურბის ხალხსაც და ცხოვრობს სასაფლაოზე და არის გარიყული ხალხისაგან, მოძულებული და თვითონაც რაღაც დამოკიდებულება ხალხის მიმართ არ აქვს მშვიდობიანი. ამიტომაც ეს უკონტაქტო გარიყული არსებაა. და აი მაცხოვარი გაანკურნავს რა ამ ეშმაკეულს, ამის გამო, ვინაიდან მისგან გავა ლეგიონი ბოროტების, არა, ისინი შევლენ ღორის კოლჩი და ანუ მთელ ჯოგში და მთელი ჯოგი ვერ გაუძლებს ერთი კაცის გადატანილ ესე იგი ეშმაკეულ მდგომარეობას და დაიღუპება კოლტი, გადავარდება ხრამში, ჩავარდება წყალში და დაიხრჩობა. და სურათი ესეთია, როცა წყემსები წავლენ და ხალხს მოუყვებიან თუ რა მოხდა, მათ თავს მოვლენ მაცხოვრის სანახავად, გამოვლენ ქალაქიდან, ვინაიდან ეს კაცი ქალაქ გარეთ იყო ყოფილი და მცხოვრები და როცა გამოვლენ სანახავად, ნახავენ რომ იესოს ფეხით ზის, უსმენს მას, მშვიდად წყნარად შემოსილია და საღგონებაზეა. ხალხი იხილავს ამ სურათს, ამავე დროს იხილავს რომ მათ მიიღეს დიდი ზარალი, რომ მთელი ჯოგი, ესე იგი ღორების, ალბათ დიდი სანოვაგე მათი მთელი წლის ან წლების, ესე იგი გაუნადგურდათ და დადგნენ დილემის წინაშე. მიიღონ მაცხოვარი თავის ქალაქში, თუ უარი უთხრან მას მიღებაზე და ამით გადაარჩინონ სხვა სანოვაგეც, რომელიც მათ გააჩნიათ. ესე ერთგვარი ესეთი დილემა, ან მაცხოვარი, ან მიწიერი სიკეთე. ანუ თითქოს მაცხოვარს მოაქვს ესეთი ზარალი ადამიანისთვის. თითქოს რელიგიურობა მხოლოდ ზარალისკენაა მიმართული და რაღაცა შეწირვას, ხვერს შეწირვას, ტანჯვას, ტკივილს ითხოვს. და აი მათი დამოკიდებულება არჩევანი არის სწორედ სურსათსანოვაგე მატერიალური უზრუნველყოფა, ამ ქვეყნიური ნორმალური ცხოვრება, ან უფრო მეტი მდიდრული ცხოვრება და არა რელიგიური მკაცრად ცხოვრება და გაყოლა ქრისტეს. და უარს ეტყვიან მას ქალაქში შემოსვლაზე. ეხლა ჩვენი დღევანდელი თემა სწორედ ეს იქნება, რომ არის თუ არა ყოველთვის რელიგიურობა და ითხოვს თუ არა ღმერთი ჩვენგან ყოველთვის რაღაცა ძალიან ის ხვერს, თავგანწირვას, შეწირვას, ტანჯვას, ტკივილს, წამებას, სახარება რას გვეუბნება და რას გვეუბნება ჩვენ პავლე მოციქული, რომელმაც
ძალიან კარგად განმარტა სახარების სული. სახარებაში მართლაც ვკითხულობთ, რომ ვიწრო არის გზა იგი და ეკლიანია. პატარა გზა და ეკლიანია და ცოტანი დადიან ამ გზაზე მაცხოვარი ამბობს. ანუ ეს სიმბოლოა, სახეა რაღაც მართლა ტკივილთან, რაღაცა ბრძოლასთან, რაღაცა არჩევანთან და აი სულ რაღაც გარკვეული ესე პრობლემების დაძლევის გზა არის და თან დიდი ტკივილის სახეა, ხო? მაგრამ მეორე ადგილს ესე ამბობს იგივე მაცხოვარი, რომ უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი მსუბუქ არს. მოვედით ყოველნი ტვირთ ძიმენი და მე განგისვენოთ თქვენ. მე ვარ ნათელი ამა სოფლისა, რომელი ვიდოდეს ჩემთან და არა ვიდოდეს ბნელსა. ეს უმაცხოვრის სიტყვებია. ანუ ჩვენ როგორც ვიცით სახარებიდან არაერთხელ გვითქვავს, სახარება არის ესეთი ტიპის ესე იგი ნაწარმოები თუ ტექსტი თუ რელიგიური შინაარსის მქონე დატვირთული რელიგიური ნიშნებით, რომ მასში არის ეს დაპირისპირება ყოველთვის. ის არ არის დავარცხნილი, ის არ არის მოწესრიგებული, ის არ არის რაღაცნაირად დავაგებული ისე, რომ აიღებ ერთ დღეს და გახვალ ბოლოში. წყობრი არ არის. ის არის სულ დაპირისპირებული თეზა ანტითეზას მქონე შინაარსით. ანუ ერთ სიტყვის მაცხოვარი და შეიძლება მეორე გააკეთოს. შეიძლება მეორე თქვას მისი საპირისპირო ერთმანეთის გამომრიცხავი. რომელი ავირჩიოთ ახლა, ვიწრო ეს გზა თუ ტკბილია ეს გზა? ტკბილია მაცხოვართან ყოფნა და ზარალია თუ პირიქით ბედნიერება და კეთილდღეობაა. იმიტომ რომ აი ამ ლოცვებში, რომელსაც ვკითხულობთ ჩვენ, აი წირვა ყველაზე მნიშვნელოვანი ღვთისმსახურება, სადმე არ მოგისმენიათ, ხომ, რომ მე ტკივილს ვითხოვ ღმერთო, მომეცი შენი ტკივილი, მომეცი ტანჯვა, გამიუარესე ჯანმრთელობა, დამაყარე უბედურება თავზე. არა, პირიქით, ჩვენ კეთილდღეობას ვითხოვთ, ჩვენ კარგად ყოფნას ვითხოვთ, ჩვენ ნაყოფიერ მიწას ვითხოვთ, მოსავალი რო დროზე მოვიდეს, ჩვენ წარმატებულ ცხოვრებას ვითხოვთ. ეს მოთხოვნა ჩვენგან არის ბუნებრივი. ანუ ტანჯვის მოთხოვნა ეს არის სიგიჟე. მაგრამ არის რელიგიური ორგანიზაციები, სექტები, სხვა ტიპის მიმდინარეობები, რომლებიც უარყოფენ თქვათ ჯანსაღ რელიგიურ ცხოვრებას. ისინი მთლიანად უარყოფენ ამ ცხოვრებას და რაღაც სხვა სამყაროში გადასვლას თავაზობენ. და რახან ჩვენ გვაქვს თეზა და ანტითეზა, ჩვენ შეგვიძლია დავასკვათ აქედან, რომ ერთნიშნულოვნად არ არის ადამიანისთვის ეს ცხოვრება ისე მოწესრიგებული თუ მიცემული, რომ თვითონ ამოირჩიოს და იაროს გზაზე. ანუ ღმერთი აძლევს ერთს სიმშვიდეს, სიწყნარეს, კეთილდღეობას და ის ღმერთში შეიძლება იყოს და საღმრთო ცხოვრები ცხოვრებდეს. მეორე შეიძლება ტკივილი, გაუარესებული ჯანმრთელობა, პრობლემები ცხოვრებაში, წარუმატებელი ცხოვრების დიდი ნაწილი წლები, ხო, დანგრეული ოჯახი და ასე შემდეგ. ბევრი რაღაცა შეიძლება შეექმნას ადამიანს. და რა ვთქვათ ჩვენ, რომ ის ვინც იტანჯება არის ქრისტეს გზაზე და ის ვინც კარგად ცხოვრობს, ის არის ეშმაკის გზაზე. ამას ვერ ვიტყვით ჩვენ. პრინციპში ჩვენ ვთხოვთ ღმერთს, რომ არა მარტო ამაცილე თქვათ პრობლემები, არამედ ვთხოვთ, რომ დამაძლევინე ის პრობლემა, რომელიც მე მექმნება ცხოვრებაში. დაძლევის საშუალება გვეძლევა ჩვენ ცხოვრებაში და არა უბრალოდ რაღაც კაფსულაში ჩასმა და ცხოვრება ხელშეუხებელი. და როგორი ცხოვრებაც გვექნება ალბათ და როგორცაც განგვიმზადებს ჩვენ ღმერთი, რასაც მოგცემს, რა ჯვარსაც დაგვადებს ჩვენ ღმერთი, იმის მადლიერი ტვირთვაა ქრისტიანული ცხოვრება.
ეს ერთი მხარე ამ სახარებისა, რომ მაინც და მაინც არ უნდა ვიტანჯოთ ყოველთვის და ძალით რაღაცა სექტანტური ან ფანატიკური რელიგია არ უნდა ავირჩიოთ, თუნდაც ფანატიკური ქრისტიანობაც არსებობს, როცა ძალით ადამიანი იწვევს თავის ირგვლივ პრობლემებს, იქმნის ამ პრობლემებს და რაღაც ყველაფერში რიგორისტულად, მკაცრად ცდილობს, რომ რელიგიური პრობლემები ამ ფორმით გადაჭრას. ანუ გიჟურად იმარხულოს, თქვა, ან 24 საათი ილოცოს, ან მაინც მონასტერში უნდა წავიდეს, ან რაღაც ასარჩევი აქვს მხოლოდ და მხოლოდ ღვთისმსახურებაზე მისვლა. აი, აქაც ესეთი რამ არის, იცით? აი, ნახეთ, ის ადამიანები დადგნენ აი ესეთი რელიგიური დილემის წინაშე. ესე იგი, ქრისტესთან თუ ქრისტეს გარეშე. მართლაც ჩვენ ხშირად ცხოვრებაში გვაქვს ესეთი არჩევითი მომენტები, იცით? ქრისტესთან წავიდე თუ პირიქით, ან შევცოდო თუ არ შევცოდო. რაღაცა წირვაზე წავიდე თუ მეგობართან წავიდე. რაღაც ვილოცო დღეს დილით თუ ბავშვი წავიყვანო სკოლაში. რაღაც ესე და გონია რომ ყოველთვის ეკლესიაში მისვლა ან ბავშვი დილის ლოცვა და თუ ამას შევასრულებ და ბავშვს არ წავიყვან სკოლაში და დავაგვიანებ, უფრო რელიგიური ვიქნები. თუ თქვა წირვაზე მივალ მაინც და მაინც და არ წავალ მეგობრის სიხარულში არ შევალ, ესეც ხალატი გონია ქრისტესი. და აი ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია პავლე მოციქულის სიტყვები, რომელიც რაღაცნაირად აი ამ ან აი ესეთი ორი ანის, ან ეს ანის, ესე იგი ესეთი რაღაცა ობივალენტური გზის და არჩევნის პრობლემას ჭრის სხვანაირად. ანუ პავლე ამბობს, რომ ქრისტიანობა სხვა ტიპის ესე იგი ურთიერთობაა ღმერთთან. ანუ ეს არ არის ისეთი ტიპის, როცა ღმერთი არის გარე და შენ ან ღმერთთან უნდა მიხვიდე, ან დანარჩენი რაც ღმერთის გარეთ არის ეშმაკისია. ის შენი მეგობარი, შენი შვილიც, ყველანი არიან მაცდურები, რომლებიც გაცდუნებენ და ყველაზე მნიშვნელოვანია შენ იყო ღმერთთან. არ არის ესე. და პავლე მოციქული თავაზობს ესეთ ქრისტიანულ ცხოვრებას, რაც მართლა ძალიან ამაღლებულია და სწორია, რომელიცაც განსხვავდება საერთოდ ქრისტიანობა უბრალოდ რელიგიური ცხოვრების წესისგან. რომ აი ქრისტე ამბობს, პავლე მოციქული ამბობს, რომ ჩვენო ვიცხოვროთ ქრისტეში. ანუ ქრისტე არის ჩემში და მე ვარ ქრისტეში. ანუ არ არის ღმერთი, რომელსაც უნდა ემსახურო, რომელსაც უნდა მიხვიდე და სხვებს შეწირვები მიუტანო. როგორიც არ უნდა იყოს ის სხვებს შეწირვა. არა, რაღაც ღმერთი არ არის ცალკე განცალკევებული სიწმინდე, არამედ შენში ეს, ან შენში შემოდის, ან შენში არ არის. და თუ შენში შემოდის ღმერთი, მაშინ შენ სადაც ხარ, იქ არის ღმერთი. შენ როცა შვილს წაიყვან სკოლაში, იქ იქნება შენთან ღმერთი. როცა შენ წახვალ მეგობრის სიხარულში, შეხვალ და მას მოეფერები და მის სიხარულს გაიზიარებ, შენთან არის ღმერთი. და როცა შენ გონია, რომ მაინც წირვაზე უნდა იდგე და ღმერთს ეს ესიამოვნება, იმიტომ რომ შენ წირვაზე მიხვედი. ეს არ არის ქრისტიანობა, პავლე მოციქული ამბობს. შენ როცა უბრალოდ უნდა წაიკითხო დილის ლოცვა, რომელიც იცი რომ ამით შენ მერე ღმერთი აღარ დაგზის და შენზე კარგი წარმოდგენა შეექმნება ღმერთს, ეს არ არის ქრისტიანობა. ჩვენ ჩათვლები არ გვინდა, ტაბელის გადაბრუნება არ გვინდა. ჩვენი მარხვები, ჩვენი ლოცვა, ზიარება, აღსარება, ეს არ არის უბრალოდ ღვთის წინაშე კეკლუცობა და ნიშნის დაწერა. არამედ ეს არის საშუალება, რომლითაც შენში იღვიძებს ღმერთი და შენ იღვიძებ ღმერთში. და მე როცა შენში იღვიძებს ღმერთი, უკვე პავლე მოციქულის თქმით, ჩემთვის ყველაფერი არის შესაძლებელი. ყველაფრის გაკეთება ჩემთვის შესაძლებელი. უბრალოდ რაღაცა სასარგებლოა, რაღაცა არ არის სასარგებლო. უკვე შენ თვითონ ამ უსარგებელს აგდებ.
და ეს უსარგებელი ხდება მე უკვე ცოდვა და არა ის რომ შენი რაღაცა მოქმედებით შეცოდავ ღმერთს და გააბრაზებ მას და მე ის დაიწყებს შურისძიებას და როცა შენ რელიგიურად გარეგნულად შეასრულებ ყველაფერს რაც განწესებულია საეკლესიო ტიპიკონით მაშინ შენ ასიამოვნებ ამ სათნო ეყოფი ღმერთს და კეთილგანწყობას მისი მხრიდან მოიპოვე აი პავლე მოციქულის აზროვნება ესეთი რელიგიურობაა რომელიც სხვათა შორის არარელიგიურია ამ მხრივ არარელიგიური იმ მხრივ რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ყველასათვის რელიგიური ყველა რელიგიას რაც აერთიანებს კულტის მსახურების ესე იგი ფორმა აღმსარებლობის კულტს არ ემსახურების შენ არ არის რაღაცა სიწმინდე რომელსაც უნდა ემსახურო შენ არამედ პირიქით შენში არის მთლიანად გაჟღენთილი უნდა იყოს გაჟღენთილი შენ უნდა იყო ქრისტეთი განზღენთილი და შენ უნდა იყო მასში და ის უნდა იყოს შენში და აი ასეთ პირობებში ჩვენთვის უკვე ეს დილემა ყოველთვის რომ ან იქით უნდა წავიდე ან აქეთ უნდა წამოვიდე აღარ დადგება ნუ თუ არ დაგიჭირეს და არ გაიძულეს რომ ქრისტე უარყო ან არ გაიძულეს რომ ცოდვა ჩაიდინეო ან არ გაიძულეს რომ რაღაცა ცუდი საქციელი გააკეთო მაშინ რასაკვირველია ეს აუცილებლად ნაბიჯია გადასარქმელი მაგრამ როცა ცხოვრობ მაცხოვრის სიტყვები უნდა გვახსოვდეს რომლითაც მიმართავს ის მოციქულებს ჩვენ ქრისტიანებს ეს მოციქულები მერე გახდნენ მოციქულები თორემ მაშინ მისი მიმდევრები იყვნენ და ჩვენ ყველანი მისი მიმდევრები ვართ თქვენ ხართ მარილნი ამას სოფლისა ამბობს მათხოვარ თქვენ ხართ ნათელნი ამას სოფლისა ისმით და სადაც თქვენ ხართ იქ არის დამარილებული იქ არის სინათლე უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში და რა იქ როცა შენ თუ მოწყდი ეკლესიას და ერთი ნაბიჯი გადადგი ეკლესიისგან უკვე ხდები მონსტრი განსაკუთრებით ტრანსპორტში განსაკუთრებით მანქანის საჭესთან საცობებში და უკვე არც ქრისტე გახსოვს და ნუ მე სხვაზე რას ვლაპარაკობ მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ამის თქმა მინდა რომ ჩვენი ცხოვრების წესი უნდა იყოს არა არჩევანზე დაყრდნობილი არამედ მთლიანად ქრისტეთი გააჟღენთილი ღმერთმა დაგლოცოთ გაგახაროთ გილოცავთ დღევანდელ დღეს ბედნიერები იყავით